ძალიან ბევრი ნახებია თავის თვალით შეხედავენ და აგერ ქვეც მოახსენეთ. უმაღლესად აი ეს ტალახში დადიან სკოლაში. სკოლაც არ არის. სანამ მერი არ აიღეს ასაკის გამოიცვალეთ, ნაწილი გამოიცვალეთ. დღესაც დასაგებია 3-ში 1. ალბათ ესეთი აუ ეს ჩემე ანტისანიტარიაში ცოტა ხوار გლოდინი ხوار მოგიწია თვითონ. იმიტომ რომ იქიდან არ გამი მე ეს ძალიან გამიხარდა იმ დღესაც ვიყავი რომ მუშაობ ეკუთვნის და ნაწილი არის დაკანონებული. არის უკვე ესე იგი უკვე არის დაკანონებული ეს შეეხება აქ არის 80-90 ოჯახამდე. ეს თავისუფალი დემოკრატები ისნის რაიონში მოსახლეობას ხვდებით. ვიყავით მეტრომშენის ხევში, ახლა აქ მოვედით, კიდე გვაქვს რამდენიმე შეხვედრა. აშკარად არის სრული გულგრილობა მოსახლეობის პრობლემების მიმართ. მე არ ვიცი მერია რითია დაკავებული, მაგრამ რეალურად ჩანს რომ არც ერთი გზა, რომელიც რეალურად ძალიან მარტივად შეიძლება გადაწყდეს. ტალახში ცხოვრობს ხალხი, აქ თუნდაც ელექტროფიცირებაც არის, ადამიანებს უნდა დაუყანონდეს და ამას სჭირდება ელემენტარული ორგანიზება და გადაწყვეტა. სამწუხაროდ ეს არ ხდება. ჩვენ დეპუტატთან ერთად საკრებულოში ამ პრობლემების ნუსხას გავაკეთებთ და მიზანმიმართულად მოვთხოვთ მერიას, რომ საკუთარი ვალდებულება ხალხის წინაშე შეასრულოს. მე აი მართლაც გულგახეთქილი ვარ ასეთი უპასუხისმგებლობით და გულგრილობით თავისი მოსახლეობის მიმართ. ეს ის ხალხია, ვინც ეს მერი აირჩია. ამიტომ მას ვალდებულება აქვს შეასრულოს საკუთარი დაპირება და ჩვენ ვიქნებით ის ადამიანები, ვინც სწორედ ლობირებას გაუწევთ ამ საკითხების გადაწყვეტას.